აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლი დალოცა და სრულიად საქართველოს დედა ღვთისმშობელს შეავედრა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფარო თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დედაქალაქში 15 საათზე შემოაბრძანეს. წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლი სიწმინდესელო და ვარდების მოედანზე, საიდანაც ლოცვითი მსვლელობა დაიწყო. უფალი ბრძანებს არარაი ძალგის თვინიერ ჩემს არც აერთი. და იქ ქართველი კაცი აღასრულებს ღვთის ნებას, პატივს მიაგებს წმინდა ხატებს. საქართველოში უამრავი წმინდა ხატია ცნობილი და მათ შორის გამორჩეული არის აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულს მის ქადაგებას უკავშირდება. დღეს მთელი საქართველო ამ წმინდა ხატის ასლს ეგებება, რათა შეავედროს შვიდობა ჩვენ ქვეყანაში, შეავედროს სიკეთე, გამთლიანება ერის, ჩვენი ბავშვების დალოცვა. ყველას ულოცავ ამ დიდებულ დღეს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ეს კვირა მთელი კვირის განმავლობაში გამოცხადა აწყურის ღვთისმშობლის კვირად გამოცხადა ეს კვირა. დღეს არის მსვლელობა აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ანუ ასლი აწყურის ღვთისმშობლის ხატისა ჩამომბრძანდა თბილისში მცხეთიდან და ახლა იწყება მსვლელობა. დღეს არის დღე, რომელიც 10 წლეულების შემდეგ ემახსოვრება ჩვენ საზოგადოებაზე, ჩვენს მოსახლეობას, იმიტომ რომ დღეს ღვთისწყალობით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მთელი ერი გვაქვს ჩვენ ბედნიერება გავიმეოროთ ის გზა, რომელიც ჩვენმა განმანათლებელმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. ლოცვითი მსვლელობის მონაწილეებმა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და შემდეგ ბარათაშვილის ხიდის გავლით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ წააბრძანეს. საზეიმო პროცესიას წინ სტიქაროსნები დროშებითა და ბაირაღებით ხელში მიუძღოდნენ. შემდეგ კი სასულიერო პირები და მრევლი მიდიოდა. საგანგებოდ ამ დღისთვის მსვლელობის ყველა მონაწილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები საჩუქრად გადაეცა. უდიდესი სიხარულის დღე არის. აღდგა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით აწყურის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე და დამზადდა ამ ხატის ზუსტი ასლი, რომელიც არის ხელოვნების მუზეუმში და დღეს საზეიმოდ ხდება თბილისში შემობრძანება ამ ხატის. ეს არის დიდი სიხარული და შევთხოვ დედა ღვთისმშობელს, რომ დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და შეეწიოს და აღადგინოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. ყველა მორწმუნე ადამიანისთვის უნიშნულოვანესი დღე არის. ამ ხატმა შემოიარა ფაქტურად იერუსალიმში იყო, შემდეგ რომში და შემდეგ როგორც ანდრია პირველწოდებული შემობრძანდა საქართველოში უკვე აჭარიდან და ჩამობრძანდა მცხეთის მერე აგერ თბილისში და მიბრძანდება ახლა სამების ტაძარში. ღმერთი იყო ჩვენი მფარველი, ღვთისმშობელმა გადაარჩინა ჩვენ საქართველოს. ჩვენ რამოდენიმე ჩოხოსანი მისი უწმინდესობის საზოგადოება ვართ ჩოხოსნები და მოვყვებით ლაზეთიდან. საიდანაც დაიწყო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულმა, როგორც შემოვიდა საქართველოში იმ გზით, ვიყავით შემდეგ სხვადასხვა ადგილებში და აწყურშიდაც გახდით მის უწმინდესობასთან ერთად. მადლი არის ძალიან დიდი, სიკეთეა ძალიან დიდი და აი ამ სიყვარულით გადავრჩებით ჩვენ და სრულიად საქართველო. მე მინდა მთელ ერს მიულოცო ჩვენი უფლის, ჩვენი მაცხოვრის სიტყვებით, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას უთხრა, ვიდრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავის ხატს გამოაგზავნიდა საქართველოში და ეს სიტყვებია შემდეგი: არა უგულვებელსყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთან ათესავთა და უფალმა წყალობა მოიღო ჩვენზე და ერთგვარად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი გარანტი იმისა, რომ ჩვენ ნაკლები განსასწრებით თუ დიდი განსასწრებით, მაგრამ იერია გავწყინდება. განსაკუთრებული მზადება იყო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ადგილობრივი თუ სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მომლოცველები აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს ეკლესიის ეზოში დახვდნენ. სულ რამოდენიმე წუთში ველოდებით ხეთუქნელი ხატის შემობრძანებას.
გახლავართ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ანსამბლი ერქვანის ხელმძღვანელი, აქვეა მეორე ანსამბლი მართვე მესამე ანსამბლი საგალობელი. რათა შევხვდეთ ხატს და გრძეულად დავაფასოთ და უმღეროთ ხატის შემოგზანებას. მთელ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენ ანსამბლი მართვე მოვოდით აქ ვინაიდან ეს ჩვენ ქვეყნის ისტორია არის და ეს ბავშვებიც შევლენ ისტორიაში რომ ამ ხატის მობრძანებას დაესწრენ და პატარა წვლილი შეიტანეს. ხვალ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი აღავლენს. აქვე აღესრულება სავედრებელი პარაკლისი და წაეკითხება გვარებისა და ოჯახების კურთხევის დალოცვა. ხვალვე საქართველოს ეკლესიის მეთაურის სიგელი გადაეცემათ მრავალშვილიან ოჯახებს განურჩევლად ეროვნებისა. 16 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ეიმობს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დილიდან სადღესასწაულო წირვა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ და აგარაკ წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს. ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხალთუქმნელი ხატის ასლის მოსალოცად სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან მოსულმა მორწმუნეებმა მოიყარეს თავი. მრევლი ერთმანეთს და მთელს ერს დღესასწაულს დიდი სიხარულით ულოცავდა. უდიდესი დღესასწაულია და განსაკუთრებული სიყვარულით არის ღვთისმშობელი ქართველი ერის მიმართ, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წინააღმდეგ ქვეყანაა. დავეთაყვანებით ამ ხაზს და ბედნიერები ვართ და მცხეთელები მთელი საქართველოს რომ მობრძანებულია ასეთი წმინდე სვეტიცხოვლში და უდიდესი დღეებია ახლა საქართველოში აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა კვლავ და ეს კვირეული არის ძალიან დიდი მნიშვნელობის თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის და ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. უდიდეს სიწმინდეს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ასეთი ისტორია აქვს. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ რაჟამ სწილ იგდეს მოციქულთა საქადაგებლად ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოვებული იყო, ძე ღვთისა მაუწყა, იერუსალიმში დარჩენილიყო. საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული თავისი ხელთუქმნელი ხატით გაეგზავნა. ყოვლადწმინდა ქალწულმა მოუწოდა წმინდანს და ღვთის ნება უთხრა. შემდეგ ფიცარი მოითხოვა, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა. ფიცარზე ღვთისმშობელი ყრმა იესოთი გამოისახა. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი აკურთხა. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავი ზღვისპირეთს მიაშურა. შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების და უფლის სიტყვის ქადაგება დაიწყო. ნეტარს თავს მრავალი განსაცდელი დაატყდა, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, დიდი წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება. ნეტარმა ახალ მოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა რკინის ჯვარი, ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა. ბორჯომის ხეობაში სოფელ აწყურში მან ქვრივი დედაკაცის სამძივარის ერთადერთი ძემკვდრეთით აღადგინა. მოვიდნენ არტებისა და აპოლონის საკერპოს მღვდლებიც და შურით ახსილებმა მოციქულის ცირის წამება დაიწყეს. შეკრებილთა ნაწილი მაცხოვარს ადიდებდა, სხვები კი კერპებს ანიჭებდნენ უპირატესობას. შფოთი რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ. შემდეგ კი კარები დაეხშოთ და ელოცათ. მაცხოვრის მსასოებლებს ქრისტეს მიმართ, კერპთაყვანის მცემლებს კი თავიანთი ღვთაებების მიმართ და ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით როცა კარები გააღეს, ყველა მიხილა დამსხვროული კერპები. ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ანათებდა. მაშინ სირცხვილეულმა წარმართმა მღვდელმსახურებმა შენდობას თხოვეს მოციქულს და მათთან ერთად მთელმა ერმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ადგილობრივ მოსახლეობას აღარ უნდოდა მოციქულის გაშვება, მაგრამ რაკის სხვა გამოსავალი არ იყო,
იყო. მისთვის უთხოვიათ ღვთისმშობლის ხატის დატოვება. წმინდა ანდრია სამხატზე ფიცრის დადებით შეუქმნია მეორე ხატი, რომელიც ეკლესიაში დაუსვენებიათ. თელთუქმნელი ხატი გამოაყენა ანდრია პირველწოდებულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და აღუთქვა მფარველობა, რომ მისი მეოხება და მისი ძის მფარველობა და წყალობა და კურთხევა არ მოაკვდებოდა ამ ერს, რომ ეს ხატი ექნებოდა მფარველად მათ. ანდრია პირველწოდებული წამობრძანა და შემოვიდა ზღვით, შემოვიდა აჭარაში, დიდ აჭარაში იქადაგა პირველად და იმ შემდეგ გადმოვიდა თქვა სამცხე-ჯავახეთში და მოკვდა. აი ჩვენს ამ გზას ვიმეორებთ სიმბოლურად. სამებაში შეიქმნა უწმინდესის კურთხევით მამა ილიან ასიძის ძალიან დიდი ძალისხმევით შეიქმნა ეს ასლი ხატი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამიერიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყოველ 16 მაისს აღინიშნება. მნიშვნელოვანია ის კვირაული, რომელიც ამ სიწმინდეს მიეძღვნა. 10 მაისიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლმა განვლო ის გზა, რომელიც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. სიწმინდემ საქართველოს ეპარქიები მოიარა და მთელი ქვეყანა და ქართველი ერი დალოცა. მათ ვინც კვირეულის განმავლობაში სიწმინდესთან მიახლება ვერ შეძლო, ხატის მოლოცვა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეეძლებათ. ანაკლიამ მეთხილეობის განვითარების ფორუმს უმასპინძლა. კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. ოთარ დანელიამ განახლებულ სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმასა და დარგის პოპულარიზაციის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 183 მილიონი დოლარი შეადგინა. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მეთხილეობის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისთვის საკოორდინაციო პლატფორმას წარმოადგენს. თხილი არის ის კულტურა, რომელიც საქართველოს აძლევს სერიოზულ პოტენციალს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. მე ასევე შეგახსენებთ, რომ ღვინის ექსპორტს გადაუსწრო თხილის ექსპორტმა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის დარგი, რომელსაც აქვს მინიმუმ გასამაგების პოტენციალი, რომელიც მნიშვნელოვნად დაეთყობა არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ აქ არის წარმოდგენილი ის მუნიციპალიტეტები და რეგიონები, რომელსაც შეუძლია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც დარგს წაახალისებს. აქ არის როგორც აგროტექნიკის დაცვა, ასევე საუბარია ესე ვთქვათ ინოვაციების შემოტანაზე. სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, რომ ჩვენ ქვეყანას წამწააგება და წინს წაიყვანს. რა საქმითაც ალბათ დაკავებული მეთხილობით, აი ამ დარგის ძალიან განვითარებით და წინს ასვლას ველოდებით. სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი მასშტაბური პროექტი იწყება. ექსკურსია მუზეუმებში. ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს მუზეუმებთან ერთად განახორციელებს. ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ გიორგაძემ მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნო. მისი განცხადებით, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მუზეუმს ესტუმრონ და არსებული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ. ჩვენი ვებგვერდიდან ნებისმიერი სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მარტივი ონლაინ ფორმის შევსებით უკავშირდება მუზეუმს, სადაც თავად ირჩევს რა მუზეუმში სურთ მათ სტუმრობა, ასე ვთქვათ, საიტზე შეუძლიათ ნახონ თუ რას თავაზობს მუზეუმი, რა აქტივობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც ეს ძალიან დიდ ინტერესს და ენთუზიაზმს გამოიწვევს. კოლექციები ეკუთვნის ქართულ ხალხს, ახალგაზრდა თაობას და თუ იქნება სახელმწიფო მხარდაჭერა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი მოვიდეს ჩვენ საგამოფენო სივრცეებში, ეს გაზრდის თავად ეროვნული საგანძურის პოპულარობას ქვეყანაში და ეს გაზრდის ახალგაზრდობის დაინტერესებას ეროვნული მემკვიდრეობით. ამიტომ ეს არის ჩვენი მუზეუმების ახალი სიცოცხლის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ქვეყანაში.